ირანი სრულად იხევს უკან. აშშ-ის ბლოკადის მხოლოდ 4 დღის შემდეგ ირანმა გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს გახსნის. ის გააუქმებს თავის ბირთვულ პროგრამას და ამასთან ერთად დააბრუნებს გამდიდრებულ ურანს, რაც გააჩნია. თუ ეს ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა, ეს სრული კაპიტულაციაა. და ეს 4 დღეში მოხდა. მხოლოდ ეს იყო საჭირო. ზუსტად ამიტომაა, რომ ასე ბევრი ირანის მხარდამჭერი ჭკუიდან გადადის და საკუთარ მთავრობას უპირისპირდება. ისინი ამას ხედავენ როგორც სრულ კაპიტულაციას. მოდით დეტალებს გადავხედოთ. აი განცხადება დონალდ ტრამპისგან, რომელიც ეხლახან გაავრცელა. ირანმა გამოაცხადა, რომ ირანის სრუტე სრულად ღიაა და მზადაა სრული გადაადგილებისთვის. ფიქრობის ჰორმუზის სრუტეს გულისხმობს. სხვა შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, სპარსეთის ყურის ქვეყნები ძალიან უკმაყოფილო იქნებიან იმ ფაქტით, რომ სრუტეს ირანის სახელი ეწოდა. თუმცა ამ განცხადების შემდეგ ტრამპმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. ტრამპი ამბობს, რომ ირანმა შეერთებული შტატების დახმარებით ყველა საზღვაო ნაღმი უკვე მოხსნა ან ამჟამად ხსნის. ეს ნიშნავს, რომ გემებს კვლავ შეეძლებათ ნომას მარშრუტების გამოყენება ჰორმუზის სრუტის შუაგულში, ზუსტად ისე, როგორც ამ ომის დაწყებამდე იყენებდნენ. ეხლა აქ სიტუაცია ცოტა დამაბნეველი ხდება, რადგან ირანის განცხადება სრულიად საპირისპიროს ამბობს. და ეს ნიშნავს, რომ ვიღაც იტყუება. მოდით შერლოკ ჰოლმსის ქუდი დავიხუროთ და გავარკვიოთ, ვინ იტყუება. ეს არის ირანის განცხადება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შესაბამისად ჰორმუზის სრუტეში ყველა სავაჭრო გემისთვის გადაადგილება სრულად ღიაა. ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში შეთანხმებულ მარშრუტზე, როგორც უკვე გამოცხადდა. ახლა აქ ორი მნიშვნელოვანი საკითხია დამოსაყოფი. პირველ რიგში ირანი ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის დასრულებამდე, რომელიც მთავრდება სამშაბათს, დაახლოებით 5 დღეში, დღევანდელი დღიდან. ასე რომ, თუ ცეცხლის შეწყვეტა არ გაგრძელდა ან არ განახლდა, ირანმა შეიძლება ისევ დაიწყოს გემებზე თავდასხმები. მაგრამ ეს მომავლის პრობლემაა. ამაზე მომავალ კვირაში ვისაუბრებთ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ ირანი ამბობს, სრუტე ღიაა მხოლოდ კოორდინირებულ მარშრუტებზე. ის მარშრუტი, რომელზეც ადრე ვსაუბრობთ და რომელსაც ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია აკონტროლებს, ირანის ლარაქისა და კასემის კუნძულების უკან გადის. ეს არ არის ნომას მარშრუტი, რომელსაც გემები ომამდე იყენებდნენ. ასე რომ, როგორც უკვე თქვი, ვიღაც იტყუება. მოდით რუკას შევხედოთ. პირდაპირ საზღვაო მოძრაობის მონაცემებს, რომ დავინახოთ, ვინ იტყუება, რადგან რუკა ყველაფერს გვიჩვენებს. აი რას ვხედავთ რეალურად. დღეს დილით ბერძნულმა გემმა, რომელიც დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ნედლ ნავთობს ეზიდებოდა საუდის არაბეთიდან ან ბაჰრეინიდან, ჰორმუზის სრუტე გადაკვეთა AIS ტრანსპონდერის გამორთული მდგომარეობით. მაგრამ რაც ვიცით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალბათ მან ნომო მარშრუტი გაიარა პირდაპირ სრუტის შუაგულში. და ეს მოგზაურობა რეალურად მოხდა მანამდე, სანამ განცხადება გაკეთდებოდა. და აი კიდევ ერთი გემი, რომელიც ჰორმუზის სრუტეს კვეთს, როცა ამ ვიდეოს ვიწერ. ზუსტად რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ირანის განცხადება გამოქვეყნდებოდა, საკრუიზო გემი დუბაის პორტიდან გავიდა სრუტისკენ. და როცა ამას ვწერ, დაახლოებით 11:30 საათია. ტეხასის დროით იმ საკრუიზო გემმა ტექნიკურად ჰორმუზის სრუტე ზუსტად შუაში გადაკვეთა. ის არ იყენებს ირანის მიერ განსაზღვრულ მარშრუტს. ის იყენებს ნომას მარშრუტს, რომელსაც გემები ომამდე იყენებდნენ. და ამას გარდა ამს AIS სისტემა სრულად ჩართული აქვს. ასე რომ, არაფრის დამალვას არ ცდილობს. სოფლიოში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ზუსტად ნახოს, რომელ მარშრუტს მიყვება ეს გემი. და ეს ნიშნავს, რომ ალბათ ირანი იტყუება. ეხლა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ უნდა გავაგრძელოთ დაკვირვება, რომ ნახოთ, დაბრუნდება თუ არა მოძრაობა ნორმალურ რეჟიმში. მაგრამ ამ მომენტისთვის ჩანს, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად ღიაა. ეხლა მიზეზი, რის გამოც ირანი ამას ეხლა აკეთებს, ალბათ დაკავშირებულია აშშ-ის ბლოკადასთან. და სანამ ამაზე ვისაუბრებთ, უბრალოდ შეგახსენებთ, დააჭიროთ მოწონებისა და გამოწერის ღილაკებს ქვემოთ. ეს მართლა ძალიან გვეხმარება ალგორითმში და თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. ეხლა კი გავაგრძელოთ სიახლეები. როგორც ცენტრალურმა სარდლობამ გუშინ განაცხადა, ირანის ვაჭრობის 90% და მათი ეკონომიკის 90% საზღვაო ვაჭრობაზე მოდის, რომელიც ჰორმუზის სრუტესა და ომანის ყურეში გადის. ზუსტად ეგ დააყენა აშშ-ის საზღვაო ფლოტმა ბლოკადა 4 დღის წინ. და ამ ბლოკადის გამო არც ერთი გემი არ გასულა. არაფერი შედის, არაფერი გამოდის. ირანის ეკონომიკა, რომელიც უკვე სირთულეებს განიცდი და ასეთ ზეწოლას ვერ გაუძლებს. სწორედ ამიტომ თმობს ირანი ფაქტობრივად ყველა ბერკეტს, რაც გააჩნია. როგორც ნაპოლეონმა ერთხელ თქვა, ომის მოსაგებად 3 რამ ჭირდება: ფული, ფული და ფული. და ირანს ამჟამად ფული აღარ შემოაქვს. აი ამიტომ არიან ისინი მზად საკმაოდ სამართლიანად მოლაპარაკებისთვის. ეხლა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ციტატა ნაპოლეონს ეკუთვნის, მაგრამ თუ ცდები, კომენტარებში დამიწერეთ ქვემოთ. მაგრამ ნავთობის ბაზრებისთვის ეს ნამდვილად შესანიშნავი ამბავია. ნავთობის ფასები ახლა $90 ქვემოთ დაეცა ბარელზე და როცა ამას ვწერ, უკვე $83-მდეც კი ჩამოვიდა. და ამას გარდა ირანი რეალურად ხსნის ჰორმუზის სრუტეს ისე, რომ არ აიძულებს შეერთებულ შტატებს თავად მოხსნას ბლოკადა მის პორტებზე. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის ბლოკადა კვლავ გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ირანმა უკან დაიხია.
ეს ყველაფერი გეუბნებათ ვისეა ზეწოლა ამ ომში. როგორც პენტაგონმა გუშინ თქვა, აშენშკო მზად იყო და ირანი აღარ აპირებდა ამის გამოცდას. მოусმინეთ. დაიწყეთ შეტყობინებით ირანის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის. KH-ს ხელმძღვანელობასა და IRGC-ს ხელმძღვანელობას ვეუბნებით. ჩვენ გაკვირდებით. ჩვენი შესაძლებლობები განსხვავებულია. ჩვენი სამხედრო ძალა და თქვენი სამხედრო ძალა ერთნაირი არ არის. დაიმახსოვრეთ, ეს სამართლიანი ბრძოლა არ არის. ჩვენ ვიცით, რა სამხედრო რესურსებს გადაადგილებთ და სად გადაადგილებთ მათ. სანამ თქვენ ცდილობთ გამოძრომას, რაც ზუსტად ის არაკეთებთ, ის არასაც აკეთებთ, დაბომბილი და განადგურებული ობიექტებიდან ამოთხრით გამოაქვთ, ჩვენ მხოლოდ ძლიერდებით. თქვენ ამოთხრით გამოაქვთ თქვენი დარჩენილი გამშვები დანადგარები და რაკეტები, მაგრამ მათი ჩანაცვლების შესაძლებლობა აღარ გაქვთ. თქვენ არ გაქვთ თავდაცვის ინდუსტრია. არ გაქვთ შესაძლებლობა შეავსოთ თქვენი შეტევითი ან თავდაცვითი შესაძლებლობები. თქვენ მხოლოდ ის გაქვთ, რაც გაქვთ. თქვენ ეს იცით და ჩვენც ვიცით ეს. შეგიძლიათ გადაადგილოთ რაღაცები, მაგრამ რეალურად ვერ ააშენებთ თავიდან. შეგიძლიათ დროებით ამოიღოთ, მაგრამ ვერ აღადგენთ. მაგრამ ჩვენ შეგიძლია. ჩვენ ვიტვირთებით უფრო მეტი ძალით ვიდრე ოდესმე და უკეთესი დაზვერვით. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უკეთესი დაზვერვით ვიდრე ოდესმე. როცა შენი მოძრაობით ჩვენს თვალთვალს თავს ააშკარავებ. ჩვენ მზად ვართ და აღჭურვილები ვართ. შენს კრიტიკულ ორმაგი დანიშნულების ინფრასტრუქტურაზე, შენს დარჩენილ ენერგიის გამომუშავებაზე და ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, მაგრამ მზად ვართ, როგორც კი ჩვენი პრეზიდენტი ბრძანებას გასცემს და ღილაკს დააჭერს. პენტაგონმა ასევე დაადასტურა დღეს დილით, რომ ამ დროისთვის 14 ირანული გემი ან ირანული პორტებიდან მომავალი გემი ცდილობდა ბლოკადის გარღვევას, მაგრამ არც ერთ მათგანს არ მიუღწევია წარმატებისთვის. სინამდვილეში დღეს დილით აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გააზიარა საინტერესო ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ამყარებს აშშ-ის საზღვაო ფლოტი ბლოკადას. ფიქრობ ეს საკმაოდ საინტერესოა, ასე რომ შეხედეთ. Blue Sky Author ეს არის აშშ-ის საზღვაო ფლოტის სამხედრო გემი 115. ხობ დაბრუნდეთ ირანში თქვენ საწყის პორტში, მირებულია, დასრულე. მირებულია ბატონო, დიდი მადლობა, მირებულია ბატონო. მე მივდივარ ირანში, მადლობა. ეს არის აშშ-ის სამხედრო გემი 115. მესმის რომ თქვენ დაბრუნდებით თქვენს წინა პორტში ირანში. ეს არის აშშ-ის სამხედრო გემი 115 მე-16 არხზე ვართ კავშირზე. ამასთან ერთად დღეს დილით ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აღარასოდეს დახუროს ჰორმუზის სრუტე, რათა ის აღარ იქნას გამოყენებული მსოფლიოს წინააღმდეგ იარაღად. და გულწრფელად გეტყვით, არ ვიცი რამდენად მართალია ეს. შეიძლება ეს უბრალოდ ტრამპის მორიგი ტვიტია, ზედმეტი დაფიქრების გარეშე. რადგან რეალურად ირანის რეჟიმს სხვა ბერკეტი არ აქვს. ასე რომ თუ რეჟიმი ისევ იგრძნობს, რომ ეგზისტენციალურ კრიზისშია, დაწუნებული ვარ დაიწყებენ სპარსეთის ხურის ქვეყნების წინააღმდეგ შეტევას და სრუტის გადაკეთებას. ეს ფაქტობრივად ერთადერთი ბარათია, რაც მათ აქვთ. მაგრამ ირანისთვის ცუდი ის არის, რომ ამ დღიდან მოყოლებული გრძელვადიან პერსპექტივაში მათი ბერკეტი ჰორმუზის სრუტეზე თანდათან დასუსტება, რადგან სპარსეთის ყურის ქვეყნები ახლა უკვე იციან, რაზეა წამსვლელი ირანი ხელისუფლებაში დასარჩენად. ისინი მზად არიან ეკონომიკური ტერორიზმი გამოიწვიონ და დაუპირისპირდნენ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც საერთოდ არ არიან ჩართული ირანის წინააღმდეგ ომში. და ეს ნიშნავს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნები მაქსიმალურად შეეცდებიან სრუტეზე დამოკიდებულება მაქსიმალურად შეამცირონ. უკვე ხედავთ, რომ საუდის არაბეთი თავისი ნავთობის დაახლოებით 40%-ს ქვეყნის მასშტაბით გამავალ მილსადენში ატარებს წითელ ზღვამდე. ასე რომ ისინი ცდილობენ ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით იმოქმედონ. არაბთა გაერთიანებული საამიროებიც მსგავს აკეთებენ, სადაც მილსადენი აქვთ, რომელიც ჰორმუზის სრუტეს კვეთს და ნავთობს პირდაპირ ომანის ყურეში აწვის, სადაც გემები მოდიან, იღებენ ნავთობს და მიემართებიან იქ, სადაც სჭირდებათ. ერაღით საუბრობს მილსადენზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთს გადაკვეთს და პირდაპირ ევროპაში შევა. ასე რომ მათ საერთოდ აღარ მოუწევთ სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში გავა. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ერთ ღამეში არ მოხდება. იცით, მილსადენის აშენებას განსაკუთრებით კონტინენტებს შორის დიდი დრო სჭირდება. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნები ნაკლებად დამოკიდებულები გახდებიან ჰორმუზის სრუტეზე და ეს ირანის ბერკეტს სამუდამოდ წაართმევს. ეხლა ირანის ხელმძღვანელობისთვის ეს ერთადერთი პრობლემა არ არის, რომელსაც შეიძლება შეეჯახონ. პირველ რიგში მათ მოუწევთ გაუმკლავდნენ შიდა უკმაყოფილებას, რომელიც მოხვა მათ განცხადებას ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით. შეხედეთ ამ პროირანულ ტელეგრამ არხებს. ხალხი პირდაპირ გაგიჟებულია. აი, რამდენიმე კომენტარი ირანელი საზოგადოების რეაქციაზე, როდესაც მათ ეს განცხადება მოისმინეს. ერთი ბიჭი ამბობს, რომ იმდენად დამცირებული გრძნობს თავს, რომ სიკვდილი უნდა. სხვა ამბობს, რა ვუხოთ უზენაესი ლიდერისა და ათეულობით მაღალი რანგის მეთაურის მოწამეობას. თუ ირანი უბრალოდ აპირებს სრუტის გახსნას, მაშინ რა აზრი ქონდა ამდენი ადამიანის სიკვდილს?
ის ამტკიცებს, რომ ირანის ამჟამინდელი ლიდერები ღალატობენ იმ ლიდერებს, რომლებიც ამ ომში დაიღუპნენ. ცხადია, ირანის საზოგადოება უკმაყოფილოა. ამას გარდა ირანული მედიისგანაც ვხედავთ უკურეაქციას. ჩვენ გვაქვს ირანის ფარსის ახალი ამბები, რომელიც გაბრაზებულია საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, რომელსაც ვიდეოს დასაწყისში უყურეთ. ირანში ხალხი დაბნეულია და ხელისუფლებამ ვერ შეძლო აეხსნა რა ხდება ზუსტად. რატომ თმობს ირანი ყველა თავის ბერკეტს? და მოდით ვისაუბროთ სხვა ბერკეტებზე, რაც ირანს აქვს, და უფრო კონკრეტულად გამდიდრებულ ურანზე, რომელიც ღრმად მიწისქვეშაა დამარხული ირანის ტერიტორიაზე, რადგან ჩანს, რომ ირანი ამასაც თმობს. ჯერ მოდით გადავხედოთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას. ეს განცხადებაც დღეს დილით გავრცელდა, დაახლოებით იმავე დროს, როცა ჰორმუზის სრუტის შესახებ განცხადება გამოქვეყნდა. წერია, რომ აშშ მიიღებს მთელ ბირთვულ მტვერს, რომელსაც ჩვენი დიდი V2 ბომბდამშენები შექმნიან. ფული არ გადაეცემა არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ ფორმაში და არც ერთ გზით. ეს შეთანხმება არანაირად არ ეხება ლიბანს. თუმცა შეერთებული შტატები ცალკე იმუშავებს ლიბანთან და შესაბამისი გზით მოაგვარებს ჰეზბოლას საკითხს. ისრაელი აღარ დაბომბავს ლიბანს. მათ ამის გაკეთება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აუკრძალა. ეხლა ვფიქრობ, რომ ბირთვული მტვერი, რაზეც პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს აქ, არის გამდიდრებული ურანი, დაახლოებით 400 კილოგრამი, 900 ფუნტი, რომელიც დამარხულია ესპაჰანში და სხვა ბირთვულ ობიექტებში. და ეს 60%-ით გამდიდრებული ურანი თითქმის იარაღის ხარისხისაა. ეს ნიშნავს, რომ მისი ბომბად გადაქცევა ძალიან მარტივია. შეიძლება 1 თვე დასჭირდეს, შეიძლება 2 თვე, 2 თვე, ზუსტად არ ვიცით. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ტიპის ობიექტს აშენებს ირანი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან საშიშია, რომ ეს ირანის ხელში დარჩეს. სწორედ ამიტომ ცდილობს აშშ-ო მისი დაბრუნებას მას შემდეგ, რაც ეს ომი დაიწყო. და ეხლა ჩანს, რომ ირანი დათანხმდა მის დაბრუნებას. ეხლა ფული, რომელზეც პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს, ეხება სხვა ანგარიშს, რომელიც მის განცხადებამდე გამოქვეყნდა. მოდით იმ ანგარიშს გადავხედოთ, რომ თქვენ მეტი კონტექსტი გქონდეთ. ამ ანგარიშის მიხედვით, აშშ განიხილავს ირანის მიერ არსებული ურანის სანაცვლოდ 20 მილიარდი დოლარის გადახდას. ანგარიში ამბობს, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანელებს შორის მოლაპარაკებები ბოლოს შეხვედრის შემდეგაც გაგრძელდა. და ძალიან მაღალი ალბათობა, რომ ამ შაბათ კვირას ისლამაბადში გაიმართება მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, რათა საბოლოოდ გაფორმდეს შეთანხმება. იმ პირობების მიხედვით, რომლებიც განიხილება, აშშ ირანს დაახლოებით 20 მილიარდ დოლარს გადასცემს. მაგრამ ეს არ არის ამერიკული ფული. ეს არის გაყინული ირანული თანხები, რომლებზეც ირანი მიიღებს სდომას. და ამის სანაცვლოდ ირანი მზად არის დათმოს გამდიდრებული ურანი, რომელიც აქვს არა მხოლოდ 60%-იანი მარაგი, რაც დაახლოებით 400 კილოგრამია, არამედ სხვა მარაგებიც, რომლებიც ოდნავ ნაკლებად არის გამდიდრებული. ასე რომ ისინი ალბათ 40%-იანია, 30%-იანი, შეიძლება 50%-იანიც ჯამში. მათ აქვთ დაახლოებით 2000 ფუნტი სხვადასხვა ხარისხით გამდიდრებული ურანი, რომელსაც გადასცემენ შეერთებულ შტატებს. მაგრამ ამასთან ერთად, შეერთებული შტატები ცდილობს ირანი დათანხმდეს 20 წლიან მორატორიუმს გამდიდრების ნებისმიერ ფორმაზე. ასე რომ ისინი საერთოდ არ გაამდიდრებენ ურანის არც ერთ ტიპს თავიანთი ბირთვული ელექტროსადგურებისთვის. მაგრამ ირანი ამას პასუხობს 5 წლით. ეს ის საკითხია, რაზეც ადრე გვისაუბრია. მაგრამ ამჟამად მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება, რათა მიაღწიონ რიცხვს, რომელზეც ორივე მხარე შეთანხმდება. ასე რომ, სწორედ ამ ანგარიშზე საუბრობს დონალდ ტრამპი, როდესაც ამბობს, რომ ირანმა დათანხმდა უარი თქვას ურანზე, მაგრამ აშშ არ დათანხმებულა მათთვის ფულის გადაცემას, მათ შორის გაყინული ირანული აქტივებისაც კი. სინამდვილეში დონალდ ტრამპს ჰქონდა სატელეფონო საუბარი ბლუმბერგთან და ამ საუბარში მან კონკრეტულად თქვა, რომ აშშ არ აპირებს ფულის გადაცემას, არც ამერიკის შეერთებული შტატების, არც გადამხდელების ფულს და არც გაყინულ ირანულ ფულს არ გადასცემენ ურანის სანაცვლოდ. ეხლა პირადად რომ თქვა, ძალიან მიჭირს დავიჯერო, რომ ირანი უარს იტყვის ურანზე ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს მიიღებს. და ამ ეტაპზე იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ცუდად არის მათი ეკონომიკა, არარეალური არ არის ვიფიქროთ, რომ ირანს უნდა გაყინული ფულის გათავისუფლება, რადგან ეს მათ გადარჩენის საშუალებას აძლევს. ეს რეჟიმს მეორე შანსს აძლევს. მათ შეუძლიათ გადარჩნენ ამ ეკონომიკურ კრიზისში, შეიძლება აღადგინონ კიდეც ის, რაც ომში განადგურდა. ეხლა რა თქმა უნდა, ამას სანქციების შემსუბუქებითაც შეძლებენ. ასე რომ შეიძლება აშშ სანქციების შემსუბუქებას შესთავაზებს ფულის ნაცვლად. და ჩვენ ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგებთ, როცა შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდება და ყველა დეტალი გამოქვეყნდება. მაგრამ როგორც ჩანს, მიუხედავად ყველა იმ ცნობისა, რომელიც უარყოფს აშშ-ს ფულის გადაცემას, ჩანს, რომ ირანი მზად არის გამდიდრებულ ურანზე უარი თქვას, რაც ნამდვილად კარგი ამბავია. დღეს პარასკევია და თუ ირანელებთან შეხვედრა ისლამაბადში უნდა გაიმართოს, ვიღაცამ შეერთებული შტატებიდან ძალიან მალე უნდა დატოვოს ქვეყანა. თვითფრინავში ჩაჯდეს და გაემგზავროს. რადგან ეს დაახლოებით 16 საათიანი ფრენაა, თუნდაც კერძო თვითფრინავით. ასე რომ ძალიან მალე უნდა გავიგოთ, იქნება თუ არა შეხვედრა. ასე რომ აუცილებლად დააჭირეთ ქვემოთ გამოწერის ღილაკს, თუ მეტი ინფორმაცია გვექნება. როგორც კი მეტი ინფორმაცია გვექნება, შემდეგ ვიდეოში აუცილებლად გაგაცნობ ყველაფერს.